განგაში სიგნალი უკვე ჩართეს ემიგრანტებმა და მათ მიმართეს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას ორი მთავარი მოთხოვნით. პირველი დაიწყო საერთაშორისო გამოძიება და მეორე დაუწესდეთ ქართული ოცნების ხელმძღვანელ პირებს სანქციები. აღსანიშნავი არის ის ფაქტი, რომ ემიგრანტები ითხოვენ, რომ სანქციები მათ შორის დაუწესდეს აუცილებლად ჯანდაცვის მინისტრს, რადგან ფიქრობენ, რომ პირადად მისი პასუხისმგებლობა არის ის, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ არ გაარკვია რითი წამლავდნენ მშვიდობიან აქციის მონაწილეებს. აღსანიშნავი არის ის ფაქტი, რომ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის წევრი არის საქართველოს, შესაბამისად საქართველოს ხელისუფლება ვალდებული არის ყველა ის პრინციპი დაიცვას, რომელიც არის მოთხოვნილი ამ ორგანიზაციის მიერ პირველ რიგში ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით. სანქცირების პროცესი ყველა ვარიანტში დააჩქარებს ეს და სწორედ ამიტომ ესე იგი ეშინიათ უკვე ჩვენ ნახეთ რომ მათი პარლამენტარები უკვე ამბობენ რომ თვითონ არ შეურევიათ ეს ხსნარი და ამ პასუხისგებლობას ვერავინ ვერ გაექცევა მთლიანად ეს პოლიტიკური გუნდი სულ ყველა ისინი არიან ავტორები ქართული ხალხის მოწამვლის და მათზე ძალადობის და პირდაპირ მინდა ვთქვა და გამოვყო ჯანდაცვის მინისტრის მისი მოადგილეების და მაღალჩინოსნების პასუხისგებლობა ეს საკითხი უკვე დადგა საერთაშორისო დღის წესრიგში და არ არსებობს საკითხი, რომელიც ამას გადაფარავს. არ არსებობს საკითხი და ჩვენ უბრალოდ მიმართავთ პლატფორმა 2025 ემიგრანტების ჯგუფი. ყველა დემოკრატიულ ძალას საქართველოს შიგნით თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ, რომ აუცილებლად ვიმოქმედოთ კოორდინირებულად იმისთვის, რომ დასავლეთის ქვეყნებმა რაც შეიძლება მალე დაუჭირონ მხარი წინადადებას, რომ საქართველოში იყოს გამოგზავნილი მიუკერძოებელი საგამოძიებო მისია. თუ დადასტურდა რომ ნივთიერება რომელიც გამოიყენეს არის რაღაც საერთაშორისო კონვენციებით აკრძალული ნივთიერება, აქ სანქციებით აღარ შემოიფარგლება საერთაშორისო საზოგადოება და საუბარი გაცლებთ რომ ძიმედ წავა და შეიძლება მივიდეს მართლა ჰააგამდე და ტრიბუნალამდე. თუმცა თუ ეს არ მოხდება, მაგრამ დადასტურდა რომ ეს არის ნივთიერება, რომელიც არ არის რეკომენდირებული საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოსაყენებლად, ანუ მარცხწესრიგის აღდგენისთვის თქვა არის სპეციალური ნივთიერებები, თუმცა არის ნივთიერებები რომელთაც გამოყენებაც არ შეიძლება მიუხედავად იმისა, რომ კონვენცია არ გზავნის ამ ნივთიერებებს, ხო? მაშინ სანქციები ეს იქნება ყველაზე ისეთი ეფექტიანი და ყველაზე მარტივად რომ ვთქვათ შესაძლებელი გზა, ანუ რეალურად ასეთი ფაქტის დადასტურების შემთხვევაში სანქციები ეს იქნება უპირობოდ მომხდარი ამბავი რა და ქართულმა ოცნებამ იცის ეგ და მაგიტო არიან ახლა დამჭირებული და იძახიან რომ არაფერი ისეთი არაკანონიერი და არაფერი აკრძალული არ გამოგვიყენებია, იმიტომ რომ ზუსტად იცის რა შედეგი მოყვება ხოლმე ასეთი ტიპის ინფორმაციის დადასტურებას. ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია ის ორგანიზაცია არის, რომელიც იზიებს ასადის მიერ სირიაში ხალხის მოწამვლის შემთხვევებს. თუ მსგავსი შემთხვევა დაუდასტურდება ივანიშვილის გუნდს, ანუ თუ დაადასტურდება, რომ ქართველი ხალხის წინაშე ჩაიდინა დანაშაული, ქართული ოცნების ხელისუფლებამ არამხოლოდ საერთაშორისო სანქციები დაუწესდებათ ქართული ოცნების წევრებს, შესაძლოა საერთაშორისო ძებნაც გამოცხადდეს მათზე და ჰააგის ტრიბუნალზე მოუწიოს ივანიშვილის გუნდს წარსდგენა.